შეერთებულ შტატებში ქარმაათობით სატვირთო მანქანა გადააბრუნა. პიტონ-დე-ლა ფურნეზის ვულკანის ლავა მოკეანეს მიაღწია. ინდონეზიაში ნაგვის გროვა ჩამოინგრა. ავსტრალიაში ნიანგები და ტბორილ ქუჩებში. იტალიაში ძლიერი ღრმა ფოკუსიანი მიწის ცვრა მოხდა. დღევანდელ ეპიზოდს უყურეთ, რომ მეტი გაიგოთ ამ და გასული კვირის სხვა კლიმატური მოვლენების შესახებ. ასევე გამოვავლენთ იმ საფრთხეებს, რომლებიც ჩვენი პლანეტის წიაღებში იმალება. ავსტრალია. ტროპიკულმა წვიმებმა ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის ტოპენდის რეგიონს გადაუარა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე მძიმე შედეგები ქალაქ კეტრინში დაფიქსირდა, სადაც 28 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა მოხდა. წყალმა ქუჩები და დაბლობი ადგილები დატბორა, დააზიანა სახლები, წარმოებები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ ასევე იმოქმედა ქალაქ კეტრინთან ახლოს მდებარე მცირე, შორეულ თემებზე. ზოგიერთი მათგანის ევაკუაცია წელს მეორედ გახდა საჭირო. დეილი რივერის ქალაქის დაახლოებით 300 მაცხოვრებელი წინა კატასტროფის შემდეგ სულ რაღაც 2 კვირის წინ დაბრუნდა სახლში. თუმცა სტიქიამ კვლავ იფეთქა. 5 დღის განმავლობაში 570 მმ-ზე მეტი ნალექი მოვიდა, რამაც რეგიონში რეკორდულად ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ადამიანები მანქანებიდან და სახლებიდან ნავებისა და ვირტმფრენების გამოყენებით გადაარჩინეს. დატბორილ რაიონებში, განსაკუთრებით დეილის მდინარის გასწვრივ და ქალაქ კეტრინში, მარილიანი და მტკნარი წყლის ნიანგები შენიშნეს, ზოგიერთი მათგანი საცხოვრებელ უბნებსა და ადგილობრივ საფეხბურთო მოედანზეც კი. ქალაქის მერმა აღიარა, რომ წყალდიდობის შემდეგ ამდენი რეპტილიოდი არასდროს უნახავს. ჩრდილოეთ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ნიანგი ბინადრობს და როდესაც ქალაქის ქუჩებს მურია წყალი ავსებს, ისინი ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. ძლიერმა ნალექებმა სწრაფად დაადიდა მდინარეები კვინსლენდში, რამაც რამდენიმე მდინარის აუზის წყალდიდობა გამოიწვია. 3 დღის განმავლობაში უხვი ნალექი თითქმის 400 მმ მოვიდა. სტიქიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ტრანსპორტი, შტატის მასშტაბით დაახლოებით 760 გზა დაზიანდა. ყველაზე უარესი სიტუაცია ბანდაბერგში შეიქმნა, სადაც მდინარე ბერნეტი კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ასობით სახლი და წარმოება დატბორა. ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს დამაკავშირებელი ძირითადი ხიდები დაიხურა, რის შედეგადაც დაახლოებით 10,000 ადამიანი იზოლირებული დარჩა. 12 მარტს ვაით-ბეი ბერნეტის რეგიონში, კილკივანის ქალაქთან ახლოს, 2 ჩინელი ტურისტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს დატბორილ მანქანაში. წყალდიდობამ სერიოზული ზიანი მიაყენა რეგიონში სოფლის მეურნეობას. დაახლოებით 1200 სული პირუტყვი დაიღუპა და 1000 კილომეტრზე მეტი ღობე დაზიანდა. ამერიკის შეერთებული შტატები. მარტს ძლიერმა შტორმმა შუადასავლეთში ტორნადოების სერია მოიტანა. ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ტორნადო ინდიანას შტატის პატარა ქალაქ ლეიკვილიჯს დაატყდა თავს. იებს-3 სიმძლავრის მორევმა ქალაქის საცხოვრებელი უბნები გაანადგურა. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს ქუჩები, სადაც შენობები ფაქტიურად დაინგრა, სახურავები და კედლების ნამსხვრევები ეზოებსა და გზებზე ამიმოფანტული. საგანგებო სიტუაციათა სამსახურების ცნობით, 100 მეტმა სახლმა სერიოზული ზიანი მიიღო, ხოლო დაახლოებით 30 მთლიანად განადგურდა. ტორნადომ ასევე წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ქალაქის ზოგიერთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქარიშხლის შედეგად ხანდაზმული წყვილი დაიღუპა. კიდევ 11 ადამიანი დაშავდა. იგივე შტორმმა რეგიონში კიდევ ერთი იშვიათი ამინდის ფენომენი მოიტანა, ილინოისში გიგანტური სეტყვა მოვიდა. ზოგიერთი ყინულის ნატეხის დიამეტრი 15 სანტიმეტრს აღწევდა. მაცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს ფოტოები და ვიდეოები, სადაც ყინულის ნატეხები ძლივს ეტეოდა ხელის კულზე. მეტეოროლოგების თქმით, ამ ზომამ შეიძლება შტატის ახალი რეკორდი დაამყაროს. სეტყვამ დააზიანა მანქანები, ჩაამსხვრია ფანჯრები და სახურავები. 12 მარტს 3000 კილომეტრზე მეტი სიგრძის ძლიერმა შტორმის ფრონტმა დაარტყა შეერთებული შტატების დასავლეთ და ცენტრალურ შტატებს, რამაც დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი დააზარალა. ზოგიერთ ადგილას საათში 175 კილომეტრამდე ქარის ნაკადები დაფიქსირდა.
ქარ მასახურავები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შტორმის პიკზე მინესოტაში, ვისკონსინში, ილინოისსა და მიჩიგანში მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კოლორადოში შტორმმა მტვრის ქარიშხალი გამოიწვია და ხილვადობა მკვეთრად შეამცირა. გვერდითი ქარის შედეგად გზად კეცილზე ათობით მძიმე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, ხოლო 25-ე შტატთაშორისო გზად კეცილზე რამდენიმე ასეთმა ავარიამ დაახლოებით 50 კილომეტრი გზა გადაკეტა. 14 მარტს ცენტრალურ შეერთებულ შტატებში ძლიერი ციკლონი ჩამოყალიბდა. მინესოტასა და ვისკონსინში ერთ დღეში 9 მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა. ძლიერმა ქარმა ქარბუქი გამოიწვია და გზებზე ხილვადობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მხოლოდ მინესოტაში პოლიციამ ასე მეტი საგზაო შემთხვევა დააფიქსირა. ძლიერმა ამინდმა ასევე სერიოზულად შეაფერხა საჰაერო მიმოსვლა. მინეაპოლისის აეროპორტში 800-ზე მეტი რეისი გაუქმდა. შეფერხებებმა კი გავლენა მოახდინა რეგიონის სხვა მსხვილ აეროპორტებზეც. ეთიოპია. მარტს რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმების შემდეგ სამხრეთ ეთიოპიის რეგიონის გამოსწონაში დამანგრეველი წყალდიდობა და მეწყერი მოხდა. ღამის განმავლობაში სანამ ხალხს ეძინა ტენიანობით გაჯერებული მთის ფერდობები ჩამოინგრა, სოფლები კი ტალახისა და ნანგრევების სქელფენაში ჩაეფლა. შედეგად დაახლოებით 190 სახლი დაინგრა, გზები გადაიკეტა და ხიდები დაიტბორა. განადგურდა სასოფლო სამეურნეო მიწების უზარმაზარი ტერიტორიები. 3400-ზე მეტი მაცხოვრებელი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა და ეკლესიებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებში თავშესაფარი ეძებნა. გაუთავებელმა ძლიერმა წვიმებმა სამძებრო სამაშველო სამუშაოები გაართულა. ერთი ადამიანი გადარჩა მეწყრის ქვეშ 3 დღის განმავლობაში ყოფნის შემდეგ. სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი და კარგულად ითვლება. ინდონეზია. 8 მარტს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდეს ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე, რომელიც ინდონეზიის პროვინცია დასავლეთ ჯავაში მდებარეობს, ნაგვის უზარმაზარი მასა ჩამოწვა. ეს ნაგავსაყრელი ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტიდან ყოველდღიურად 8000 ტონამდე ნარჩენს იღებს. ზოგიერთ ადგილას გორაკები 50 მეტრს აღემატება, რაც 16 სართულიანი შენობის ეკვივალენტურია. მეწყერი რამდენიმე დღის განმავლობაში ხანგრძლივმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. განსაკუთრებით ძლიერი წვიმა 264 მმ 24 საათში 8 მარტს დაფიქსირდა. წყალმა ნარჩენებში შეაღწია, რამაც ისრიალა გახადა და ფენების გადაადგილება გამოიწვია. კატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც რამდენიმე სატვირთო მანქანა რიგში ელოდა გადმოტვირთვისთვის. დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლის ნარჩენების უზარმაზარმა გროვამ 5 ნაგვის სატვირთო მანქანა და ყავის კიოსკი დამარხა. მეწყერმა ასევე გადაკეტა ნაგავსაყრელის მომსახურების გზა და ჩიკეტინგის მდინარის დაახლოებით 40 მეტრი. სამაშველო ოპერაციაში 19 ექსკავატორი და 7 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო ჩართული. ნანგრევებიდან 6 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. სამწუხაროდ 7-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სეისმური და ვულკანური აქტივობა. ჰავაიზე ვულკან კილაუიას ახალი, ძალიან ძლიერი ამოფრქვევა მოხდა. 10 მარტს ჰალემაუმაუს კრატერში ლავის შადრევნების სიმაღლე 400 მეტრს გადააჭარბა. ფერფლის ღრუბელი დაახლოებით 9 კილომეტრამდე ავიდა, რამაც ხილოს საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეაფერხა. 9 საათიანი უწყვეტი ამოფრქვევის დროს კილაუიას მახლობლად დასახლებულ ადგილებში ვულკანური ქანების ნატეხები ჩამოცვიდა. ზოგიერთ ადგილას კი ფეხბურთის ბურთის ზომის ფრაგმენტები აღმოჩნდა. უსაფრთხოების მიზნით მე-11 გზად კეცილის მონაკვეთები დაიკეტა. ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკსა და ვულკანის გოლფის მოედნის მახლობლად ასევე დაფიქსირდა ნაცრის და ვულკანური მინისტრული ბოჭკოების უწყვეტი წვენა, რომელსაც პელესტმა ეწოდება და რომელიც სასუნთქი გზებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასთმით დაავადებულ ერთ ადამიანს სუნთქვის პრობლემები შეექმნა და სამედიცინო დახმარებას მიმართა. რეუნიონის კუნძულზე, პიტონ-დე-ლა-ფურნეზის ვულკანის ერთ-ერთ ფერდობზე თითქმის ერთთვიანი უწყვეტი ამოფრქვევის შემდეგ, ლავის ნაკადი ახალფაზაში შევიდა.
12 მარტის სტილით ლავა მოძრაობა განაახლა ერენორი ეროვნულ გზას მიუახლოვდა. ის საათში დაახლოებით 25-30 მეტრის სიჩქარით მიწევდა წინ, თანდათანობით კრამპანტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობიდან ოკეანისკენ ეშვებოდა. ხოლო 13-ში თითქმის 20 წლის შემდეგ პირველად ლავის ნაკადმა გადაკვეთა გზატკეცილი, მთლიანად გაწყვიტა სატრანსპორტო კავშირები კუნძულის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს შორის და განაგრძო მოძრაობა სანაპიროსკენ. ნაკადის სიგანემ დაახლოებით 15 მეტრი და სიმაღლე თითქმის მეტრანახევარი შეადგინა. პიტონ დე ლა ფურნეზის ვულკანოლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ვულკანის მაგმატური სისტემა მაგმით აგრძელებს შევსებას, რაც ამოფრქვევას ინარჩუნებს. 16 მარტის ღამეს ლავამ ოკეანეს მიაღწია. როდესაც ბაზალტის ლავა მარილიან წყალს შეეხო, ვულკანური გაზებისა და პატარა მინისებრი ნაწილაკების შემცველი ორთქლის მკვრივი ნაკადები წარმოიქმნა. მიმდებარე ტერიტორიაზე მძაფრისუნი იგრძნობოდა, გამაღიზიანებელმა გაზმა კითვალებსა და ხელშითვის შეგრძნება გამოიწვია. დაახლოებით 50 ადამიანი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს, თუმცა ტურისტები კვლავ აგრძელებენ ამ ტერიტორიის მონახულებას, მიუხედავად იმისა, რომ ბილიკზე სიარული მკაცრად აკრძალულია. 13 მარტის სტილით ჩილეს სანაპიროსთან ძლიერი 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ატაკამას რეგიონში, ქალაქ ჰუასკოდან სამხრეთ-დასავლეთით 41 კილომეტრში მდებარეობდა. ეპიცენტრი დაახლოებით 26 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ფართო ტერიტორიაზე, ატაკამიდან ვალპარაისომდე, დედაქალაქ სანტიაგოს ჩათვლით. განსაკუთრებით ძლიერი ბიძგები, რომლებიც მერკალის სკალით 6 ბალს აღწევდა, კოკიმბოს რეგიონში, ლა-სერენას, კოკიმბოს და ლაიგერას ქალაქებში დაფიქსირდა. მაცხოვრებლების ცნობით, ბიძგები თითქმის 4 წუთი გაგრძელდა. მთავარ ბიძგს მოჰყვა განმეორებითი ბიძგების სერია. ეპიცენტრთან ახლოს მდებარე რაიონებში ქვების ჩამონგრევა და მცირე მეწყერი მოხდა. მსხვერპლის ან სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამეთ მარტს ჩრდილოეთ თურქეთის ტოკატის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა 6.37 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. სეისმური ვიბრაციები მეზობელი პროვინციების მაცხოვრებლებმაც იგრძნეს. მიწისძვრამ ზოგიერთი შენობიდან თაბაშირის ჩამოცვენა და დაკიდული ჭერის დაზიანება გამოიწვია. რეგიონული პანსიონის კედლებში ასევე მცირე ბზარები გაჩნდა. ღამის განმავლობაში მომხდარმა მიწისძვრამ ფართომასშტაბიანი პანიკა გამოიწვია. მაცხოვრებლები სახლებიდან გაიქცნენ და დილამდე გარეთ დარჩნენ, შემდგომი ბიძგების შიშით. ადამიანებმა თავიანთ კომენტარებში აღწერეს ძლიერი შიში და შფოთვა, რაც განიცადეს. რამდენიმე ადამიანმა ევაკუაციის დროს მიღებული სტრესისა და მსუბუქი დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარებას მიმართა. ტოკატის პროვინციაში სკოლების სიფრთხილის ზომების სახით ერთი დღით შეჩერდა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომი ბიძგები რუსეთის ქალაქ სოჩის მაცხოვრებლებმაც იგრძნეს. თვითმხილველებმა სოციალურ მედიაში განაცხადეს, რომ ბიძგები ქალაქის რამდენიმე უბანში დილით ადრე იგრძნობოდა. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის მარტში სოჩის სანაპიროსთან სეისმური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა. 3 და 6 მარტს შავ ზღვაში, სანაპიროდან 20 კილომეტრის რადიუსში, 4.4-დან 4.7 ბალამდე სიმძლავრის ბიძგების სერია მოხდა. ხალხის სახლებში ჭაღები ირხეოდა და ფანჯრები რახუნობდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიუღია. ექსპერტების თქმით, წყლის ამ ნაწილში ინსტრუმენტული დაკვირვებების მთელი პერიოდის განმავლობაში 4 მაგნიტუდაზე მეტი მიწისძვრების მსგავსი სერია აქამდე არ დაფიქსირებულა. მარტს ნეაპოლის მახლობლად, ტირენის ზღვის ქვეშ, ძლიერი ღრმა ფოკუსის მქონე 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მოვლენის ჰიპოცენტრი 400 კილომეტრ სიღრმეზე იყო. წყაროს დიდი სიღრმის გამო სეისმური ტალღები საკმაოდ დიდ მანძილზე გავრცელდა, რამაც ბიძგები მთელი იტალიის ნახევარკუნძულზე, ნეაპოლიდან მილანამდე და ვერონამდე იგრძნობოდა. მიწისძვრამ ასევე იმოქმედა რკინიგზის მოძრაობაზე. სიფრთხილის მიზნით რომში ზოგიერთი მატარებელი დროებით გაუქმდა. ნეაპოლის ჩრდილოეთით მდებარე ხაზებზე ინფრასტრუქტურის შემოწმების გამო საათნახევრამდე შეფერხებები მოხდა.
9 მარტს მომხდარი სეისმური მოვლენა 5.9 მაგნიტუდით რეგიონში ყველაზე დიდი ღრმა ფოკუსის მქონე მიწისძვრა იყო. ეს მოვლენა ჩვენი პლანეტის წიაღში მიმდინარე პროცესების მხოლოდ ერთი გამოვლინებაა. მოდით, მოკლედ განვიხილოთ ამ ფენომენების ფიზიკა. გარებირთვში გამოთავისუფლებული ჭარბი ენერგია პირდაპირ გავლენას ახდენს მანტიის გეოდინამიკაზე, რაც იწვევს მის ნობას მზარდი ინტენსივობით. სწორედ მანტიის მასალის ეს ნობა იწვევს ღრმა ფოკუსის მიწისძვრებს, რომლებიც ხდება 300 კილომეტრზე მეტი სიღრმეზე და ამჟამად აღწევს 800 კილომეტრამდე სიღრმეს. დიდი ხნის განმავლობაში ამ ფენომენების მექანიზმი მეცნიერებისთვის გაურკვეველი რჩებოდა, რადგან მიწისძვრები შეუძლებელი ჩანდა ასეთ სიღრმეებზე კოლოსალური ტემპერატურისა და წნევის დროს. მანტიის მასალა პლასტიურად უნდა დეფორმირდეს და არ უნდა იყოს მიფედამსხვევადი, როგორც ეს დედამიწის ქერქში ხდება. მიუხედავად ამისა, ასეთი სეისმური მოვლენები ახლა რეგულარულად ფიქსირდება. ალატრას მეცნიერების ჰიპოთეზის თანახმად, ღრმა ფოკუსის მქონე მიწისძვრები მანტიის შიგნით ძლიერი აფეთქებებია. ისინი ხშირად იწვევენ ძლიერ მიწისძვრებს დედამიწის ქერქში, აძლიერებენ მათ დამანგრეველზე მოქმედებას და ასევე იწვევენ ვულკანურ ამოფრქვევებს. ამ პროცესების საფრთხე ასევე მდგომარეობს გამოთავისუფლებული ენერგიის უზარმაზარ მოცულობაში. მანტიაში დააფეთქებები მექანიკურ ენერგიას თერმულ და ელექტროენერგიად გარდაქმნის, რაც ძლიერ ელექტრომაგნიტურ იმპულსებს წარმოქმნის. ისინი დედამიწის გარსებში ვრცელდება და ატმოსფეროში აღწევს, რაც მაგნიტურში დარღვევებს და ელექტრული მუხტების გადანაწილებას იწვევს. ამრიგად, ღრმა ფოკუსის მქონე მიწისძვრებმა შეიძლება დედამიწის ზედაპირზე საშიში პროცესების კასკადი გამოიწვიოს. მათი რეალური საფრთხე კვლავ სერიოზულად არასაკმარისად არის შეფასებული და ასეთი მოვლენების რაოდენობა ექსპონენციურად იზრდება.